დღეს აქ შემოკრიბეთ, რათა მოგითხრათ ყველაზე საოცარი ამბავი. რა ამბავი? რაღაც წარმოუდგენელი მოვიფიქრე, მე გენიოსი ვარ. ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრე. რა მოიფიქრე? ჩემს თხოვნებაში საუკეთესო შინანძენი გავაკეთე. მერე რა იყიდე, გითხარ? შევედი AliExpress-ზე და მსოფლიოში ყველაზე უძლიერესი ადამიანი ვიყიდე. ეს ნიშნავს, რომ მე შენთვის არ ვარ საკმარისი. რა? ეს არის ადამიანის ფორმის რობოტი და მალე მოიტანენ. ის აქ არის. ვაუ, ძალიან გახარებული ვარ, რომ მოიტანეს, ის მოიტანეს. ძალიან მაგარია, ნამდვილს გავს. რა არის ეს? ასეთი ბიცეპსი ცხოვრებაში არ მინახავს. რა? ბიცეპსი. ბოგდან ახლა შეგიძლია სპორტდარბაზში გადაიტანო. ხოლმე არ ვიცი, მაგრამ მოდი ვცადოთ. გადაათრიე. იცით, არ მგონია ასეთი ძლიერი იყოს. რა ვუყოთ მას? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ის ბევრი ფული იღებს. მას რატომ იყიდე? არ ვიცი, მაგრამ რეკლამაში ნათქვამია, რომ ეს ყველაზე ძლიერი ადამიანია პლანეტაზე. წარმოიდგინეთ, რამდენი რამე შეგვიძლია, რომ მას ჩვენ გავაკეთებინოთ. როგორ ირთვება? აქ წერია, რომ მისი ჩარტა შესაძლებელია აპლიკაციის საშუალებით. ასე. შუა დღე მშვიდობისა. მუშაობს. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. ეს ჩემს მე-13 iPhone-ზე უკეთესია. აბა სხვა რისი გაკეთება შეუძლია? მოდი შევამოწმოთ. მოდი დავიწყოთ მარტივი ბრძანებით. იარე მდინის გარშემო. მიღებულია. ის დადის. ვაუ! ის ცოცხალია. ის ყოველთვის რობოტივით იქცევა? არ ვიცი, წერია, რომ მას აქვს ორი რეჟიმი, ადამიანი და რობოტი. მეგობრებო, მოდით ის რეალური ადამიანის რეჟიმში დავაყენოთ. მაინტერესებს როგორი ადამიანია, როგორი ხასიათი აქვს, რა სიტყვის, როგორც ადამიანი. მოდი ვცადოთ. აბა მეგობრებო, როგორ ხართ? გულახდილად გითხარიე, რამეს ხომ არ დაგვიშავე? რა თქმა უნდა არა, მე იმ კაცს ვეკუთვნი, ვინც მოწყობილებიდან გამიშვა. კარგი. და გითხარი, სად შექმნეს და სადა გაწყეს? საიდან მოხვედი ჩვენთან? მე აწყობილი ვარ ჩინეთში, სინჯიანჩუნის ქარხანაში. ჩინელები ყველაფერს იგონებენ. მართლა ყველაზე ძლიერი ხარ? პლანეტის უძლიერეს კაცად დამაწყვეს. მოდი დავტესტოთ, მართალია თუ არა. მართლა ყველაზე ძლიერი ხარ? AliExpress-ზე შეიძლება ყვილი დაწერეს. რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი ვარ. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის არსე ხართ. ამაღამ ჩვენთან ერთად ყავს ყველაზე ძლიერი კაცი პლანეტაზე. არ მოიდგეთ, სოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცი ჩემს განკაკულებაშია. მე შემიძლია გავაკეთო ის, რაც მინდა მასთან. უხურეთ ამ სერიას ბოლომდე, ეს იქნება ყველაზე მაგარი სერია, რაც კიოტესვე გინახავთ. ახლა კი ჩავმაპირეთ გამოვცადოთ სოფლიოს უძლიერესი მამაკაცი. აგი პირველი ტესტი. ახლა ჩვენ ჩავშდებით მანქანაში, შენ კი მანქანას წაიყვანიკეთ და დაგვიმტკიცებ, რომ მართლა ძლიერი ხარ. პრობლემა არ არის, არანაირი პრობლემა არ არის. ჩავედით. მართალი გითხრათ, არ მჯერა რომ ის ამას შეძლებს. ჩავედით. ახთომანებული ვარ, ეს მართლაც ყველაზე ძლიერი ადამიანია პლანეტაზე. კარგია რომ ვიყიდე. არ ვიცი, ფიქრობ მე შემიძლია გადმოვიდე და დამოუკიდებლად გადავიყვანო ეს მანქანა. ბოგდან, შენ მხოლოდ ლაპარაკობ და არ ცდილობ. მოდი გადავალ და დავამტკიცებ, რომ მე შემიძლია ამ მანქანის გადაყვანა. ეს არც ისერთულია. მარტივი იქნება. რამე არ გადაფუჭო იცოდე. კარგი, წავიდა. მიდი. მოიცადე, მომეცი ეს. ხუმრობდი. ბოგდან, იქნება არქნა. მომეცი, არაფერი დამემართება, მე დავამტკიცებ, რომ ყველაზე ძლიერი კაცი ვარ და სუსტი არ ვარ. ბოგდან, შენზე ნერვიულობ, ის ხომ რობოტია, ის სპეციალურ ქარხანაშია აწყობილი და სად მიდიხარ? მე დავამტკიცებ, რომ ყველაზე ძლიერ კაცზე სუსტი არ ვარ. მე ვთქვი, რომ შემეძლო ამის გაკეთება, ასე რომ შემიძლია გავაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ ეს უძლიერესი კაცი ქარხანაში შეიქმნა, მე დედამ მაქცია ძლიერად. მე ძლიერი კაცი ვარ და ვაპირებ ამის დამტკიცებას. ძნელია, მაგრამ მე მაინც ვაპირებ ამის გაკეთებას. ბოგდან, არ ველოდი რომ ასეთ ძლიერი იქნებოდი. შენ მართლა გააკეთე. სიმართლე გითხრა, მეც შოკირებული ვარ. მაკდონალდსი და სწორი დიეტა და თავის საქმეს აკეთებს ეს ყველაფერი. ნახოთ, ვინ არის უფრო ძლიერი, ბოგდანი თუ უძლიერესი კაცი? შეიძლება ბოგდანი უფრო ძლიერია. ეს ადვილია. პრობლემა არ არის. ასე რომ შემდეგი ჩელენჯი. ვისაც შეუძლია ჩვენი აწევა და გადაადგილება გაიმარჯვებს, პირველი უძლიერესი კაცი იქნება. ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში, მე შემიძლია ამის გაკეთება. ჩამოვარდებით, გამიშვი. ჩამოვარდები. ჯანდაბა შოქში ვარ, ის მართლაც წარმოუდგენლად ძლიერია. მას 3 ჩვენგანი ასწია. ეს რაღაც უბრალოდ სიკიჟეა. ახლა ჩემი ჯერია. აბა მოდი ვცადოთ ამ ჩინურ რობოტზე უკეთესად შემიძლია რომ გავაკეთო, მოდით. წავიდა. ცოტაც.
აუ, მეგონა რომ ვიზამდი. გითხარი, რომ ყველაზე ძლიერი იყო. ბოგდან, შემდეგ რაუნდს აუცილებლად მოიგებ, მე მჯერა აპირებ ისევ შეჯიბრებას, თუ ვენებდები? არა, შემდეგ ტურში გავიმარჯვებ, უეჭველად გავიმარჯვებ. ასე რომ შემდეგი გამოწვევა არის თოქის გადაძალვა. მოდი დავდოთ ჩვენი ფსოვნები, თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვებს? ფიქრობ, სოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცი გაიმარჯვებს. მე ბოგდანთან ვარ, მჯერა რომ ის მოიგებს. კარგი, ჩემს ნიშანზე. უემზადეთ. წავიდა. Yes! მეგობრებო, ჩვენ თქვენთვის ყველაზე მაგარ ვიდეოებს ვაკეთებთ. ვყიდულობთ პლანეტის უძლიერეს ადამიანებს, უმკლავდებით უამრავ პრობლემას. ჩვენ ვისკავთ ყველაფერს, რაც გვაქვს, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, იმისთვის, რომ უყუროთ ყველაზე საინტერესო ვიდეოებს და სანაცვლოდ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი და თქვენ წარმოდგენას არ გაქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. ჩვენ ყველაფერს მოგცემთ, რომ არხზე ვყავდეთ. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რადგან თუ უყურებთ ჩვენ არხს და არ გამოიწერთ, მაშინ YouTube-მა შეიძლება დაბლოკოს. იფიქრებს, რომ ტყუილად ვიღებთ ვიდეოებს და წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა, რამდენი ძალისხმევა დაიხარჯება ამაში. ასე რომ დაგვეხმარე, აუცილებლად დაგვეხმარე, გამოიწერე არხი. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თქვენი გამოწერა და მხარდაჭერა. არ მიგვატოვოთ. მართლა ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება. რომ არ გვჭირდებოდეს, ხომ იცით, რომ არ გეტყოდით. გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი ახლავე. ახლავე გამოიწერეთ ახლავე, რადგან ამას უყურებთ. ღილაკი ვიდეოს ქვეშაა, ძალიან წითელია. გთხოვთ, გახადეთ ნაცრისფერი. გთხოვთ, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება და გვინდა. მადლობა. ახლა კი საბოლოო გამოწვევის კაუჩიდის დროა. სწორედ აქ გავიგებთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში. ზვიფასო მოთამაშეებო, რა გაგვთ სათქმელი ბოლო გამოწვევის წინ? მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორცდაში წავაგე, დარწმუნებული ვარ, ამ ერთში გავიმარჯვებ. მე მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ. მე არ ვენდობი ამ ჩინურ ტექნოლოგიას. მე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცი ვარ. ჩემზე ძლიერი არავინ არ არის და სხვა YouTube არხებზეც კი ძლიერი ხალხი ჩემზე სუსტია. კარგი, ნება-მომეცი ბრძოლა დაიწყოს, ხელები ჩაკიდეთ. 3, 2, 1. ბოგდან, უძლიერესო. ბოგდან, უძლიერესი. ცოტა მეტი, ვიდი. ნიაცაკი. Yes! ჩინელები. მან მოიგო. დიახ, ისინი მაგარ რაღაცას ამზადებენ, ესეც ასე. ბოგდან, სადმე ხარ? ბოგდან. ხომ ხედავ, მე ყოველთვის ყველაზე ძლიერი ვიყავი ჩვენს გარშემო. ახლა კი ის აქ არის და ვფიქრობ, რომ ის ჩემზე მეტად მოგწონთ. ჩემზე მეტად გიყვართ უკვე, იმიტომ რომ ძლიერია. ხო, ზლატა. მე რატომ? შენ ბოგდანის მაგერად მასწავლ შემატკირავდი სინამდვილეში ბოგდანი ჩვენი მეგობარია. ნიკოლ ვინ იყიდა ის? მე ის ვიყიდე, მაგრამ მას ალბულ შემატკირავდი. ბოლოს და ბოლოს ბოგდანი ჩვენი მეგობარია. ბოგდან არ ნემივილო, ჩვენ არ გვიყვარ ხარ, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ხარ, არამედ იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი ხარ. წადი და ეგ შენ ჩინელს უთხარი. ბოგდან, ჩვენ გვჭირდება შენი სული და არ გვაინტერესებს რომ ყველაზე ძლიერი ხარ. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე ძლიერი ხარ, ყველაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე. ჩვენთან ერთად მანქანის გადაყვანა შეძები და მაგარია. ეს ჩინური რაღაც ნაგავია, შენ ხარ ნამდვილი ძალა. ყველაზე ძლიერიც რომ არ ვიყო, არ შემიყვარებთ? არ გეყვარები? რა თქმა უნდა კი. შენ ჩვენი მეგობარი ხარ. სულელი პატარა ბიჭი. მაშინ გადააგდეთ ის სანაგვეში. მაგრამ ის ფული იღებს. კარგი, მადლობს რომ ხარი დამიჭირეთ. სულელო ბიჭო. ვინ არის ეს? როგორც ჩანს, დედა აქ არის. მე არ ვიცოდი თუ მოვიდოდა. ჰეი, გამარჯობა, რატომ ხარ აქ? რას გულისხმობ, სახლში მოვედი. დედა არ გინდა პარკში გაისერნო ბოლოს და ბოლოს მეგობას შეხვდე, იქ დიდი ხანია გასულ ხარ. ყავადალიე. არა, მე ყველაფერი გავაკეთე. არა. არ წახვიდე იქ, არ წახვიდე. რა არის იქ? არა. რა ხდება აქ? რატომ არ შემიძლია იქ შესვლა? არა. ამ გზით ვერ წახვალ, იმ გზით ვერ წახვალ. რა ხდება აქ? რა გააკეთე? არა, დედა სამზარეულოში ვერ შეხვალ, დიეტაზე ხარ. არ უნდა შეხვიდე. ხო, რას ნიშნავს ეს? შენ გაგიზდი, გამიშვი. არა. დედა, არა. ბოდიში ვინ ხარ? მე ვარ ყველაზე ძლიერი კაცი პლანეტაზე. ამას ვხედავ, მაგრამ ვინ ბრძანდებით? მე გითხარი, მე ვარ ყველაზე ძლიერი ადამიანი პლანეტაზე. ლამაზი დიალოგია. ეს ვინ არის, ნიკო? როგორ გითხრა? მითხარი, ვინ არის ეს კაცი ჩვენ სამზარეულოში ახლავე? აბა როგორ თქვა? მან თქვა, რომ ის იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში. საერთოდ რა ხდება აქ? კარგი, ბოგდანის ძმა. რა? ხო, ეს შენი ძმა. მართალია, ჩემი ძმა. მე არ მინდა რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო, მე წავედი. საით?
რა გქვია? მე ვარ ყველაზე ძლიერი ადამიანი პლანეტაზე. კარგი, არაფერი მესმის. ახლა მოდი აქ. რატომ უთხარი მას რომ ის ჩემი ძმა იყო? აბა რა უნდა მეთქვა, მე არ ვაპირებ უთხარ რომ ეს რობოტია და მე ვიყიდე. რატომაც არა? ხო, მითხარი რატომ არ ეუბნები დედას? ისე იმიტომ რომ მთელი პული დავხარჯე, რაც და ზოგი მქონდა და ცოტა კიდევ დავამატე. რა, საიდან მოიტანე? საიდან და ტექნიკურად ის დედამ უფრო იყიდა ვიდრე მე. ფული დედას უკითხავად დაიღე? რას ფიქრობ, მე არ მქონდა საკმარისი ფული ამისთვის, ძალიან ძვირი იყო. კარგი, მოდი ვიფიქროთ, როგორ დავაბრუნოთ ის და დავიბრუნოთ ფული. ზლატა, რატომ ზიხარი იქ? მე არ ვარ ამის ნაწილი. ო, როცა მეგობრების წინააღმდეგ გულშემატკივრობა საჭირო აქ ხარ და როცა დახმარება გჭირდება მიდიხარ. ჰა? კარგი, მართალი ხარ, მოვდივარ. აბა ნახოთ. ვაუ! ძალიან ლამაზი ხარ, უბრალოდ გაუცებული ვარ შენი სილამაზით. ო, კარგი რა. ნიკო, მე მგონი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცი დედაშენს აქ ვირტავება. ხუბრობ ხო? არა, მე ვფიქრობ რომ ის მას მოსწონს. არა. თქვენ დარჩით აქ, დედა უნდა დამოვიყვანოთ და დავილაპარაკოთ. ნიკოლა, არა უშავს, ჩვენ უმრავლოდ საუბრობთ. არა, დედა, ახლა ვეწავიდეთ. ლაპარაკი არ იცოდი, ერთი ფრაზა თქვი, მე უძლიერესი კაცი ვარ, სულ ესა. შემოვიდა განახლება ჩინეთიდან, ახალი ენის პაკეტი გადმოიწერა. შეგვიძლია მე მითხრა კომპლიმენტები? კარგი გოგო ხარ, კარგად იკვებები. ასეც არ გულისხმობდი, მაგრამ მადლობა. დედა, გულწრფელად მითხარი, მოგწონს ეს სამზარეულოში მყოფი ძლიერი კაცი? ას გულისხმობ? მოგწონს როგორც მამაკაცი? მართალი გითხრა, კი, ლამაზი და ძლიერია. სწორედ ამის მეშინოდა. ნიკოლა, რატომ არის ეს პრობლემა? ეს არაფერია. დედა, არის პრობლემა და ის დიდია. ის რობოტია. რა ჯერდება საპარაკობ, ნიკო? დედა, შენ ეს იცი, AliExpress-ის რობოტია, დიდი ფული გადავიხადე. სად იშოვე ფული? 50 ლარი დავზოგე, დანარჩენი შენგან ავიღე. რამდენი დაჯდა? გადის სასტრაპოთ უკან დავაბრუნოთ, უკან. ფული უნდა დავიბრუნოთ. რეალურია. ამიტომ არის ასეთი ძვირი. ის გამოიყურება რეალურად და ადამიანის კანი აქვს. შეგეძლია ჩამიხუთო? რა თქმა უნდა. სად მიდიხარ? ჰეი, სად მიდიხარ? გაჩერდი. ჰეი! არა. გაჩერდი. არა. სად ვართ, რა არის ეს ადგილი? ტანია, ჩვენ ჩემს სამსახურში ვართ, მე სანტექნიკოსი ვარ. ანუ რობოტი არ ხარ? რა რობოტი, არ გახსოვარ? გამხდარი ვალერა, შენ ხარ? როგორც ხედავ, გამხდარი აღარ ვარ. შენ მითხარი მაშინ რომ გამხდარი ვიყავი და მაშინ ჩემ თავს უთხარი რომ მე შევიცვლებოდი და შენ ჩემი გახდებოდი. ვალერა, დამშვიდი, დიდი ხანი გავიდა და ეს რობოტის თემა რა იყო? აბა სხვანაირად როგორ მოგიახლოვდებოდი? ელეგანტური და ულამაზესი ხარ და ძალიან მიყვარხარ. დიდი ხანია მიყვარხარ. მე შოქში ვარ. გაუშვი. როგორ მიპოვეს? ჟენია. მარტივად მობილურზე თვალყურს გადევნებდით. რატომ მოიყვანე ის აქ? შენ არ გესმის, მე ის ძალიან მიყვარს. მოტაცება რა საჭირო იყო? გაუშვი, თორემ პოლიციას გამოვიძახებთ. დიახ. ხახო, დამშვიდი, პოლიციას უნდა მოიძახებთ, ეს გამხდარი ვალერა. ასე გამოვიდა, რომ დიდი ხანია ვისმოთ ერთმანეთს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა მეწკნა რომ რობოტი არ ხარ, მაგრამ ძალიან ბრაზო, რადგან დედა ჩემი გაიტაცა. მაგრამ მე მაინც ვარ ყველაზე ძლიერი ადამიანი პლანეტაზე. ვალერა, ბოდიში, მაგრამ ბედა შენ ერთად ვერ ვიქნებით. ტანია მესმის, მაგრამ მე მაინც მიხარია რომ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან სასიამოვნო იყო. 3, 2, 1, ნონე თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. ვაბობთ მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავისაც მოწონდება. მე წავედი. ნახვამდის.